მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონოდ მიღებული შემოსავლები აღიარა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით ღარიბაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა. არის თუ არა დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ბრიფინგზე ამ შეკითხვას არ უპასუხეს. ჩვენ გვინდოდა შემოგვეთავაზებინეთ თუ როგორ აფასებს ღარიბაშვილის აღიარებით ჩვენებას ოცნების დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და ახალციხის მერობის არჩევნებში გამარჯვებული ოცნებიდან ვარლამ ციკლაური. ობოლაშვილი ჩვენ ზარებს არ პასუხობს, ხოლო ციკლაური ჩვენი კითხვის პასუხად აცხადებს, რომ ციტატა ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საქმე და ჩვენ ვისაუბროთ მუნიციპალიტეტზე და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. და ციტატა დიდი მადლობა. გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში ცოფის დაფიქსირების შემდეგ ინფექციის კერიდან 3 კილომეტრის რადიუსში კარანტინი დაწესდა. ინფორმაცია საჯარო წესით გამოთხოვის შემდეგ სესმა მოგვაწოდა. უწყების ცნობით კარანტინი 30 დღიანია და ის 10 ოქტომბერს დააწესეს. საპირისპირო ინფორმაცია მოგვაწოდეს 4 დღის წინ 17 ოქტომბერს წალკის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში. აქ გვითხრეს, რომ კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ ყოფილა. რა მოხდა? 13 ოქტომბერს წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ მელამ ძაღლი დაკბინა, რის შემდეგ ძაღლს სოფი დაუდასტურა. სესის საჯარო ინფორმაციაში მიუთითებს, რომ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს დაავადების ამთვისებელი ყველა სახეობის ცხოველის იძულებით ვაქცინაცია. ამ დროისთვის კი 900-მდე ცხოველია ვაქცინირებული. სესში მიუთითებენ, რომ წალკაში ამ ეტაპზე ცოფის გამოვლენის სხვა ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამავე წყაროს ცნობით ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და მიმდინარეობს ზედამხედველობა. წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 17 ოქტომბერს გვითხრეს, რომ პროფილაქტიკის მიზნით აცრას იკეთებენ დაავადებული ძაღლის მესაკუთრეებით. ბათუმელების დამფუძნებელს პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა. სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. პრემია სიმბოლურად ამტკიცებს ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ყურადღებას ამ სფეროში გაწეული საქმიანობის მიმართ. ამაღლობელთან ერთად პრემია გადაეცა ბელარუს ჟურნალისტ ანჯეი პაჩობუც, რომელსაც ავტორიტარული ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის კრიტიკის გამო პატიმრობა მიესაჯა. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ადმინისტრაციული, ხოლო 12-ში სისხლის სამართლის წესით დააკავეს, ხოლო 6 აგვისტოს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დააკავეს სუსის ყოფილ უფროსთან დაახლოებული პირი კობა ხუნდაძე, რომლის სახლიდანაც პროკურატურის თქმით ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული $1,319,300 დოლარი. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი უფროსის გრიგორ ლილუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლები 17 ოქტომბერს გაჩხრიკეს და დიდი რაოდენობით თანხა, ძვირფასეულობა და ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს. პროკურატურაში მიუთითებენ, რომ ამ ჩხრიკის გაგრძელებაა ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის დაკავებაც. აბრეშუმის ფორუმი თბილისში და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ჩვეულ სტილში გადაღებული ვიდეო თბილისიდან. ფაშინიანი რევაზ ლაღიძის სიმღერის ფონზე მაყურებელს კარგ დღეს უსურვებს და ხელით გულებს აჩვენებს. სადაო ლეგიტიმაციის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ფაშინიანთან ერთად ფორუმზე მსოფლიოს 600-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერი მონაწილეობს.
ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.